ბაჩუახალაიას მორიდის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და მასთან ერთად ბრალდებული რამდენიმე ადამიანის საქმეს განხილავს. დღეს სასამართლო სენატის ეპიზოდთან დაკავშირებით 5 მოწმის დაკითხვას აპირებს. ამ წუთებში სასამართლოს შეკითხვებს გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ბურდილაძე პასუხობს. დეპარტამენტში ის 2008-2012 წლებში მსახურობდა. საყენებულ ბრალს არ აღიარებს ბაჩუახალაია, იმიტომ რომ აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საყენებული ბრალი ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რასაც იხილავს სასამართლო, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რომელ ეპიზოდთან დაკავშირებით იქნებიან წარმოდგენილი მოწმეები, ეს ჩვენთვის უცნობია, სასამართლოსათვისაც უცნობია ხოლმე. ბრალდების მხარეს არჩეული აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ეპიზოდებთან დაკავშირებით არეულად მოიყვანოს მოწმეები, რათა მოსამართლეს არ შეექმნას სწორი შთაბეჭდილება და სწორი შეფასება არ გააკეთოს.